რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული უკვე იმაზე დიდხანს გრძელდება, ვიდრე პირველი მსოფლიო ომის საომარი მოქმედებები. და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებმა ფრონტის ბევრ მონაკვეთზე სტაბილიზაციის მკაფიო ნიშნები მოიტანა, ომი არ ჩამცხრალა. რუსეთი განაგრძობს ზეწოლას კონკრეტულ მიმართულებებზე, ხოლო უკრაინული ძალები ცდილობენ სხვაგან დაიბრუნონ ინიციატივა, რასაც ტაქტიკური წარმატებების სერიაც მოჰყვა. დღეს ჩვენ განვიხილავთ ფრონტის მთავარ მიმართულებებზე განვითარებულ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, ვიზუალურად წარმოვაჩენთ მათ რუკაზე და განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ იმ საკმაო ცვლილებებზე, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს ომი ბოლო თვეების განმავლობაში. ფონად უკრაინის შორმანძილზე დარტყმების კამპანიას გრძელდება. მოდით დავიწყოთ დღევანდელი განხილვა. უახლესი ცნობებით ფრონტზე ვითარება რუსეთის მრავალთვიანი სრული ინიციატივის შემდეგ იცვლება და უკრაინამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. მოდით ეს დეტალურად განვიხილოთ, რადგან როგორც წესი რეალობა უფრო სიღრმისეული და რთულია. გავრცელებული მოლოდინის საწინააღმდეგოდ რუსეთს არ დაუწყია ახალი საგაზაფხულო შეტევა გასული 2 წლის განმავლობაში ნანახი ოპერაციების მასშტაბით. ნაცვლად ამისა, მარსსა და აპრილს შორის ფრონტზე აქტივობა თითქმის გაიყინა და რუსული ძალები მხოლოდ შეზღუდულ საოკუპაციო მოქმედებებს ატარებდნენ. ამ მხრივ ბევრი არაფერი შესრულა აპრილის მეორე ნახევარსა და მაისის დასაწყისშიც, როდესაც რუსეთი ძირითადად კონსტანტინოვკას მიმართულებაზე იყო ფოკუსირებული, რომელსაც ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მიუახლოვდა, ასევე გულიაიპოლის დასავლეთით მდებარე ტერიტორიაზე. ამასობაში უკრაინამ თებერვალსა და მარტში კონტრშეტევების სერია განახორციელა და კონცენტრირება მოახდინა დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქების შეერთების ადგილზე პოზიციების სტაბილიზაციასა და გაუმჯობესებაზე, უსპენოვკას მიმართულებით დარტყმების განხორციელებით. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ თავად სოფლის დაბრუნება ვერ შეძლო, ოპერაციამ მის ძალებს საშუალება მისცა დაებრუნებინათ ადრე დაკარგული რამდენიმე დასახლებული პუნქტი და გაეუმჯობესებინათ ტაქტიკური მდგომარეობა ამ სექტორში რუსული შეტევითი აქტივობების მოსალოდნელი განახლების წინ. ბოლო თვეებში უკრაინულმა ძალებმა წარმატებული კონტრშეტევები განახორციელეს ხერსონის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშიც, სტეპნოგორსკის მიმდებარედ და რუსული ჯარების სოფლის მიმდებარე ტერიტორიებიდან, მათ შორის მისი ჩრდილოეთ და ცენტრალური ნაწილებიდან განდევნეს. უკრაინულმა ძალებმა ასევე განაგრძეს ოპერაციები სამხრეთ-აღმოსავლეთით, კამიანსკეს სოფლის მიმართულებით და დაიბრუნეს ადრე დაკარგული პოზიციები. ამან რუსული ძალები ზაპოროჟიედან უკან დახია, უზრუნველყო ეს მიმართულება და გააბათილა ის მონაპოვარი, რაც რუსეთს 2025 წლის განმავლობაში მრავალი თვის მანძილზე ჰქონდა მიღწეული. მთავარი შედეგები იყო რუსი FPV დრონის ოპერატორების უკან დახევა, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ თავად ზაპოროჟიეს სამხრეთ რაიონებს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უფრო ფართო უკრაინული აქტივობა დაფიქსირდა ივანოვკასა და ნოვოპავლივკას გარშემო, რის შედეგადაც პოკროვსკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ორივე სოფელი იქნა დაბრუნებული. შემდგომში დასავლეთის მიმართულებაზე უკრაინული ოპერაციები ბოლო დღეებში 20 კილომეტრზე მეტი სიგანის ფრონტზე გაგრძელდა, სადაც ჩვენ ხედავდით უკრაინულ დარტყმას კომარის სოფლის მიმართულებით. ამ დროისთვის ვიზუალური მტკიცებულებებით დადასტურებულია უკრაინელის სამხედროების მისვლა ნოვოგრიგორიევკაში, ნოვოგეორგიევკაში, ვოსკრესენსკსა და პიდდუბნეში. უკრაინა ახლა მოქმედებს თითქმის იმავე მოდელით, რომელიც რუსეთმა 1 წლის წინ გამოიყენა. ჩვენ ხედავთ შეღწევისა და ინფილტრაციის ეფექტურ ტაქტიკას, როდესაც ცალკეული ჯარისკაცები ფრონტის ხაზის იმ მონაკვეთებზე გადიან, რომლებიც მტრის მიერ დაუცველია. ეს ყველაფერი შერწყმულია ამ სექტორში მყოფი დამცველი მხარის ლოჯისტიკურ პრობლემებთან. ვინაიდან ეს არის ინფილტრაციაზე დაფუძნებული ტაქტიკა, სიფრთხილით უნდა ვივარაუდოთ ის რეალურად ამყარებს კონტროლს თუ არა მოიერის შედანაყოფები. ტერიტორიები, რომლებიც მტრის მიერ დაკავებული ჩანს, რეალობაში შესაძლოა სადავო რჩებოდეს. მაგალითად, დაახლოებით 2 კვირის წინ დაფიქსირდა რუსული ყოფნა დობროპასოვეში. რამდენიმე დღის შემდეგ კი უკრაინული ყოფნა ნოვოგრიგორიევკაში. ეს ორი სოფელი ერთმანეთისგან სწორ ხაზზე 20 კილომეტრზე მეტითაა დაშორებული. ეს სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე არის განსაკუთრებულად ფართო რუხი ზონა, დაახლოებით 20 კილომეტრის სიღრმის, რომელიც არც ერთი მხარის ეფექტური კონტროლის ქვეშ არ არის. როგორც რუსული, ისე უკრაინული ძალები იქ მოქმედებენ მცირე დივერსიული ჯგუფებით და ცდილობენ შერჩეული პოზიციების დაკავებასა და შენარჩუნებას. ასეთი ფართო რუხი ზონები ხდება და სავარაუდოდ კვლავაც გახდება უკრაინის ფრონტის სულ უფრო დამახასიათებელი ნიშანი, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც არ არის ქალაქები ან დიდი დასახლებები. ამის მიზეზი ორია. ორივე მხარეს შეზღუდული ცოცხალი ძალა ჰყავს, ხოლო დრონები დღეს ბრძოლის ველზე ისე დომინირებენ, რომ პოზიციების გამაგრება უკიდურესად რთული გახდა. მაისში წინა წლებთან შედარებით აშკარა დაგვიანებით რუსეთმა შეზღუდული რაოდენობის მიმართულებებზე უფრო ფართო შეტევითი ოპერაციები დაიწყო. ამ მომენტისთვის რუსული ძალების ორი მთავარი წინსვლა ორი მიმართულებით ვითარდება. აღმოსავლეთის დაჯგუფებამ განაახლა ოპერაცია გულიაიპოლის აღმოსავლეთით, რომელიც რუსეთმა გასული წლის ბოლოს დაიკავა. ნელ-ნელა შლის უკრაინულ თავდაცვას და აღწევს ორი ხივის
ხივამდე მიმავალი პირველი თავდაცვითი ხაზის 3 დიდ სოფლამდე. გულიაიპოლსკე, ვერხნია ტერსა და ვოზდვიჟივკა. გზად რუსულმა ძალებმა ასევე დაიკავეს არაერთი პატარა სოფელი. ხელმისაწვდომი ვიზუალური მასალის საფუძველზე სამივე დიდი სოფელი ამჟამად სადაოა, მათგან პირველი კი ძირითადად რუსების კონტროლის ქვეშაა. ამ მიმართულებაზე რუსეთის მკაფიო მიზანია უკრაინული თავდაცვის ჩამოშლა, რომელიც ამ მხარეში ჩრდილოეთ-სამხრეთის ხაზზე იყო ორიენტირებული და ორი ხივამდე აღმოსავლეთიდან მისვლა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სამხრეთიდან გარღვევის რუსეთის უამრავი ცდილობა მარცხნით დასრულდა. რუსეთი ახლა დაახლოებით შუაგზაზეა გულიაიპოლესა და ორი ხივის შორის, მაგრამ წინ კვლავ უკრაინული უკეთ მომზადებული თავდაცვითი პოზიციებია. თებერვალსა და მაისს შორის რუსეთმა ასევე განახორციელა ოპერაციები სივესკის დასავლეთით, რომელიც გასულ წელს დაიკავა, პირდაპირ სლოვიანსკ-კრამატორსკის მიმართულებაზე. ამ მხარეში რუსულმა ძალებმა დაახლოებით 10 კილომეტრით წაიწიეს წინ და მიაღწიეს სოფელ რაი-ალექსანდროვკამდე, სადაც ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს. თუმცა საეჭვოა, რომ რუსეთმა სცადოს დონბასში უკრაინის მიერ კონტროლირებად ორ უდიდეს ქალაქზე პირდაპირ იერიშის მიტანა. ეს ოპერაციები სავარაუდოდ უფრო უკრაინული ძალების შეზღუდვას ისახავს მიზნად. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის ყურადღება ბოლო თვეების განმავლობაში კონსტანტინოვკის აღებაზე იყო გამახვილებული. ქალაქის ასაღებად ჩატარებული რუსული ოპერაცია თითქმის იმეორებდა იმ მოქმედებებს, რამაც პოკროვსკისა და მირნოგრადის დაცემა გამოიწვია. თავდაპირველად რუსეთი კონცენტრირებული იყო ქალაქის თავდაცვის ორივე ფლანგზე არსებული ტერიტორიების დაკავებაზე. შედეგად თებერვლიდან მაისამდე უკრაინული ძალები განდევნეს ქალაქის დასავლეთით მდებარე ბერესტოკიდან და ილინივკას უმეტესი ნაწილიდან, ასევე კონსტანტინოვკის განაშენიანებული ტერიტორიის აღმოსავლეთით მდებარე ნოვოდმიტრივკიდან. ამ დაკავებული სოფლებიდან რუსულმა ძალებმა შემდეგ თავად კონსტანტინოვკაში შეღწევა დაიწყეს. ეს ხორციელდებოდა ცალკეული ჯარისკაცების მიერ, რომლებიც ქალაქში შესვლის შემდეგ უკრაინულ საყრდენ პუნქტებზე შეტევის დაწყებამდე უფრო დიდ ჯგუფებად ერთიანდებოდნენ. შედეგად მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში უკრაინული თავდაცვა გაირღვა. რუსულმა ჯარებმა ილინივკას სამხრეთ ნაწილიდან და მიმდებარე ტყეებიდან გაარღვიეს უკრაინული პოზიციები, შევიდნენ ქალაქში და სწრაფად მიაღწიეს მის ცენტრალურ ნაწილს. ამან უკრაინული თავდაცვის ეს ნაწილი დააკუცმაცა იზოლირებულ საყრდენ პუნქტებად და რუსულ ძალებს საშუალება მისცა დაეკავებინათ ქალაქის დასავლეთ ნაწილის დიდი ტერიტორიები. რუსული მოიერიშე ჯგუფების წარმატებას, ისევე როგორც პოკროვსკში, წინ უძღოდა უკრაინული ლოჯისტიკის განეიტრალება. მთავარი და ფაქტობრივად ერთადერთი უკრაინული მომარაგების გზა, რომელიც კონსტანტინივკას ზურგთან აკავშირებდა, რამდენიმე კვირის წინ დრონის ოპერატორების კონტროლის ქვეშ მოექცა. შედეგი იყო გზაზე გადაადგილების უმეტესი ნაწილის დაბლოკვა, რამაც უკრაინელი ჯარისკაცები აიძულა ქალაქში ფეხით შესულიყვნენ და გამოსულიყვნენ. თავად უკრაინელი ჯარისკაცები აღიარებდნენ, რომ ქალაქში როტაცია ან ჩასვლა გაცილებით დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, ვიდრე უშუალოდ ქალაქში ყოფნა. გზაზე კონტროლმა არა მხოლოდ გაართულა ქალაქის მომარაგება, არამედ სერიოზულად შეაფერხა როტაცია. ახალი ძალების გადაადგილება და თითქმის შეუძლებელი გახადა დაჭრილების ევაკუაცია. ამავდროულად უკრაინული თავდაცვითი პოზიციების წინააღმდეგ რუსეთის მიერ რეგულარულად განხორციელებულმა საზენიტო სარაკეტო დარტყმებმა თანდათან შეასუსტა თავდაცვა და მოიერიშე ჯგუფებს წარმატების მიღწევის საშუალებაც მისცა. ქალაქისთვის ბრძოლა დასმით ფაზაში შედის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი უკრაინული თავდაცვა სწრაფად ჩამოიშლება. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მიერ ქალაქის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილების შენარჩუნების პერსპექტივა ამჟამად ძალიან შეზღუდულია, პოკროვსკისა და მირნოგრადის გამოცდილება მიგვანიშნებს, რომ უკრაინული ძალები წინააღმდეგობას გააგრძელებენ ქალაქის უკიდურეს დასავლეთ რაიონებში, რათა დრო გააჭიანურონ დრუშკოვკასთან ბრძოლის წინ, რაც რუსეთისთვის კონსტანტინივკის შემდეგ ყველაზე აშკარა მიზანია. დრუშკივკა კრამატორსკსა და სლოვიანსკს სამხრეთიდან იცავს და მის გარეშე რუსეთი ვერ დაიწყებს ვერანაირ სერიოზულ ოპერაციას, რომელიც ამ ორ ქალაქის აღებას ისახავს მიზნად. დონეცკის ჩრდილოეთ ნაპირზე ლიმანის მიმართულებით ვითარება უფრო გაურკვეველია. ერთის მხრივ რუსული ძალები აგრძელებენ ქალაქში შეღწევას აღმოსავლეთიდან ტყიანი ადგილების გავლით, რაც იმეორებს ადრე განხილულ ქვეთა გაფანტულ ტაქტიკას. შედეგად რუსეთი ინარჩუნებს გარკვეულ ყოფნას ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში და ხანდახან მის ცენტრსაც აღწევს. მეორეს მხრივ ლიმანის ჩრდილოეთით უკრაინული ძალები საკუთარ შეტევით ოპერაციებს ატარებენ. თითქმის სრული დუმილის რეჟიმში უკრაინა უტევს დრობიშევედან კატერინივკამდე სექტორში, აღწევს წარმატებას და ებრძნებს სულ მცირე სოფელ კარპიოვკასა და რიდკოდუბს. თუმცა სექტორში მონაპოვარი შეიძლება უფრო ფართოც იყოს. უკრაინული ოპერაციებისა და წინსვლის ფაქტს რუსული წყაროებიც ადასტურებენ. ფრონტის დანარჩენ სექტორებზე ოპერაციები დამხმარე ან შემაკავებელი ხასიათისაა, თუმცა რუსული ზეწოლა მაინც გრძელდება. ყველაზე აქტიური რუსული ოპერაციები მიმდინარეობს კუპიანსკის გარშემო,
გარშემო და ოსკილის აღმოსავლეთ ნაპირზე, სადაც რუსულმა ძალებმა გარკვეული დროის წინ კუპიანსკ-ვუზლოვოის მიაღწიეს. დინარის აღმოსავლეთ ნაპირზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების ვითარება კვლავ უკიდურესად რთულია მომარაგების პრობლემების გამო. რის შედეგადაც საკვების მიწოდება მათ მხოლოდ დრონებით შეუძლიათ. ამჟამად ჩვენ ხედავთ ორ მიმართულებას, სადაც რუსეთი შეტევით ოპერაციებს ავითარებს: გულიაიპოლის დასავლეთით და კონსტანტინოვკის შიგნით. ამავდროულად უკრაინა ატარებს შეტევით მოქმედებებს სამ ღერძზე, რომლებიც შეიძლება შეფასდეს როგორც არააქტიური და შეზღუდული მნიშვნელობის. მაგრამ სავარაუდოდ სწორედ ამ მახასიათებლებმა გახადა ისინი მიმზიდველი უკრაინული სარდლობისთვის. უკრაინამ დარტყმები მიიტანა ისეთ ადგილებში, სადაც რუსული კონტროლი შეზღუდული იყო, ურბანიზაცია დაბალი, ლოჯისტიკა რუსეთისთვის რთული, ხოლო რუსული თავდაცვა უფრო ნაკლებად დაკომპლექტებული და მომზადებული. ამან უკრაინულ ძალებს საშუალება მისცა მოეპოვებინათ უპირატესობა შეზღუდული რესურსების გამოყენებით. თუმცა ჯერჯერობით უფრო ღრმა შედეგების მიღწევის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. ძირითადად იმის გამო, რომ ამ ოპერაციებისთვის გამოყოფილი უკრაინული ძალები თავადაც შეზღუდულია. ორივე მხარის შეზღუდული შეტევითი პოტენციალი უდაოდ უკავშირდება ძალების ფორმირების პრობლემებს, რომლებიც ამჟამად როგორც უკრაინას, ისე რუსეთს აწუხებს. თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ვითარება დასტაბილურდა და ფრონტის გასწვრივ წინსვლა და ზეწოლის ტემპი შემცირდა. ვინაიდან უკრაინის ხელთარსებული ცოცხალი ძალა შეზღუდულია, ბოლო თვეებში მასადაც ეს შესაძლებელი იყო ჯარისკაცების ჩანაცვლება უპილოტო სისტემებით განაგრძო. კიევმა შეიმუშავა ეგრეთ წოდებული დრონების კედლის კონცეფცია, რომელიც თავდაპირველად ფრონტზე რუსული ზეწოლის შესაჩერებლად, შემდეგ კი მტრის დანაკარგების გასამრავლებლად იყო გამიზნული. პრობლემა ისაა, რომ არაფერი ხდება ვაკუუმში. უკრაინის მიერ დაწყებული პროცესები რუსეთმა სწრაფად აითვისა და დააკოპირა. შედეგად ფრონტის ხაზზე აქტივობის სულ უფრო მზარდ წილზე დრონებია პასუხისმგებელი. ისინი ახლა მტერს დანაკარგების აბსოლუტურ უმრავლესობას აყენებენ. ცაში დრონების მასობრივმა ყოფმამ ორივე მხარე აიძულა თითქმის სრულად უარი ეთქვა ტექნიკით გამოყენებაზე უშუალოდ ფრონტის წინა ხაზზე. ეს ისახება სტატისტიკაშიც, რომელიც გვიჩვენებს, რომ ბოლო თვეებში განადგურებული ტექნიკის, მათ შორის ტანკების რაოდენობა თითქმის ნულამდე დავიდა. ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს ტანკები გამოელია. ეს ნიშნავს, რომ მათი გამოყენება ბრძოლის ველის ამჟამინდელ პირობებში დიდწილად აზრს მოკლებულია. წელს ჯავშან ტექნიკით ამ მექანიზებული კოლონების შეტევის ყოველი მცდელობა სრული მარცხითა და განადგურებით დასრულდა. დრონებს ამაში ცენტრალური ადგილი უჭირავთ. მაშინაც კი თუ ისინი არ არიან გამოყენებული ტექნიკის გასანადგურებლად, ისინი საუკეთესო საშუალებას წარმოადგენენ დაზვერვისთვის და ქვეითების განადგურებისთვის. ამ მიზეზით როგორც რუსეთი, ისე უკრაინა ახლა საბრძოლო ზონაში ოპერაციებს ატარებენ ცალკეული ჯარისკაცების მეშვეობით, რომლებიც ინფილტრაციას ახდენენ იმ პოზიციებზე, სადაც დამცველთა დიდი რაოდენობა არ იმყოფება. ჯარების კონცენტრაცია დაუყოვნებლივ მიზიდავს დრონებს, артиლერიის ცეცხლს და საჰაერო დარტყმებს. ამავდროულად ცაში მუდმივად მიმდინარეობს მსგავსი ინტენსივობის ბრძოლები, სადაც დრონის ოპერატორები ნადირობენ მტრის მანქანებზე, რათა მხარი დაუჭირონ და ხშირად უბრალოდ შესაძლებელი გახადონ ჯარისკაცების მოქმედებები მიწაზე. ბოლო თვეებში ორივე მხარემ შეიძინა FPV დრონების გამოყენების შესაძლებლობა ფრონტის ხაზიდან 100-დან 150 კილომეტრამდე დაშორებულ სამიზნეებზე. ეს ტენდენცია უკრაინიდან წამოვიდა, რომელმაც დაიწყო სულ უფრო ინტენსიური თავდასხმები ოკუპირებულ დონეცკსა და მარიუპოლში არსებულ სამიზნეებზე. ასევე რუსეთის მთავარ საზურგე მიმარაგების გზებზე. ეს სწრაფად დააკოპირა რუსეთმაც, თუმცა ხაზგასასმელია, რომ ამ დროისთვის რუსული თავდასხმების მასშტაბი მნიშვნელოვნად მცირეა, ვიდრე უკრაინელი დრონების ოპერატორების მიერ ჩატარებული ოპერაციები. მთავარი სამიზნეებია მომარაგების საწყობები, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, საჰაერო თავდაცვისა და რადარების სისტემები, ასევე ჯარისკაცების საბრძოლო მასალის ან საწვავის გადამზედავი ტექნიკა. უკრაინის შორმანძილზე დარტყმების კამპანია შენელების ნიშნებს არ აჩვენებს. პირიქით, ის აშკარად მძაფრდება. უკრაინის მიერ თავდასხმის მთავარი სამიზნეებია ხიდები, რომლებიც ყირიმის ნახევარკუნძულს ხერსონის ოლქთან აკავშირებს. ბოლო დღეებში გენიჩენსკის, ჩონგარისა და არმიანსკის ხიდები რამდენჯერმე სერიოზულად დაზიანდა ან საერთოდ განადგურდა, რის გამოც ზოგან მოძრაობა ნაწილობრივ სრულად შეჩერდა. უკრაინის გაცხადებული მიზანი ყირიმის სრული იზოლირებაა. თუ ზეწოლა შენარჩუნდება და გადასასვლელებზე თავდასხმების რაოდენობა გაიზრდება, ამიზნის უმეტესწილად მიღწევა შესაძლებელი იქნება და შედეგები სავარაუდოდ ფრონტზე საკმაოდ სწრაფად გახდება ხელშესახები. თეორიულად ეს უკრაინისთვის შექმნიდა იდეალურ სიტუაციას ინიციატივის ხელში ჩასაგდებად, თუმცა ცოცხალი ძალის საკუთარი მნიშვნელოვანი დეფიციტის გათვალისწინებით ეს სცენარი შესაძლოა ვერ განხორციელდეს. მოდით შევხედოთ ბოლო 3 კვირის განმავლობაში განხორციელებული შორი და საშუალო მანძილის დარტყმების უფრო ფართო სურათს, რომელიც რუკაზეა ასახული. 22 მაისს დარტყმა მოხდა სტარობელსკზე. უკრაინის ცნობით სამიზნე იყო დრონების სამეთაურო პუნქტი, რუსეთის თქმით კი საერთაშორისო საცხოვრებელი. იმავე ღამეს დარტყმა მიაყენეს ნოვოროსიისკის ტერმინალსაც. 23 მაისს განხორციელდა თავდასხმა პერმის მხარეში მდებარე ქიმიურ ქარხანა AKM-ზე. 2 დღის შემდეგ უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ხოლო 27 მაისს ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. 28-29 მაისის ღამეს ალფას ტიპის დრონებმა დაარტყეს
დაარტყეს თემრიუკთან მდებარე ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ელექტრონული დაზვერვის ცენტრს, თემრუკის პორტის გაზის ტერმინალსა და იაროსლავლის 3-ის სატუმ სადგურს. დაიწვა 3 ნავთობის ავზი დაახლოებით 5000 კვადრატული მეტრის ფართობზე. 30 მაისს უკრაინამ დააზიანა ტანკერი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ინფრასტრუქტურა ტაგანროგში, ასევე დაარტყა ნავთობის საცავს არმავირში. 2 დღის შემდეგ დრონებმა დაარტყეს სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას კიროვის ოლქში მდებარე ლაზარევოს სატუმ სადგურს და საწვავის საცავს მატვეევ კურგანში. რუსეთმა განაცხადა, რომ 216 დრონი ჩამოაგდეს. 3 ივნისს უკრაინამ დარტყმა მიაყენა სანქტ-პეტერბურგს. დრონებმა შეუტიეს ქალაქის ნავთობ ტერმინალს და კრონშტატის მშრალ დოქში მყოფ სამხედრო ხომალდ კორვეტ ბოიკის. ეს ყველაფერი რუსეთის დავოსის, ანუ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის დროს მოხდა. 7 ივნისს ყირიმის იზოლირების შემოხსენებული კამპანია გაძლიერდა. უკრაინულმა დანაყოფებმა დაარტყეს ჩონგარის ხიდს, რომელიც ყირიმს ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინასთან აკავშირებს. უკრაინული მხარის ცნობით მიზანი იყო ყირიმიდან გულიაიპოლეს მიმართულებით ჯარების საბრძოლო მასალისა და საწვავის ნაკადის შეწყვეტა. 2 დღის შემდეგ იმავე ხიდს ხელახლა დაარტყეს. 10 ივნისს უკრაინამ დაარტყა ოკუპირებულ მარიუპოლის პორტს. იმავე ღამეს FP5 ფლამინგოს ტიპის რაკეტები მოხვდა ვნիր პროგრესის ქარხანას. თავდასხმა ვიდეოზეც მოხდა. 11 ივნისს განხორციელდა დარტყმები აფიფსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ასევე უფრო მცირე ზომის თავდასხმები ყირიმზე. ძირითადად ოკუპირებულ ხერსონსის ოლქსა და ყირიმის შორის არსებულ ხიდებსა და გადასასვლელებს წინააღმდეგ. Moscow Times-ი საოკუპაციო ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინებოდა რამდენიმე ხიდის დაზიანების შესახებ. ჩრდილოეთ ყირიმის არხთან, პრეობროჟენსკთან, მირნესთან, პერეკოპ არმიანსკის მარშრუტზე და სტავკის ტერიტორიაზე. 12 ივნისს უკრაინამ დაარტყა ნიჟნე-კამიანსკში მდებარე ტანეკოსა და ტაივ-ენკას ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ასევე სამარას ოლქში არსებულ ტოლიად კაუჩუკის სინთეტიკური კაუჩუკის ქარხანას, რომლის პროდუქციაც მყარი სარაკეტო საწვავის წარმოებაში გამოიყენება. 1 დღის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით დარტყმა მიაყენეს ტამან ნეფტეგაზის ტერმინალსაც. 14 ივნისს ზელენსკი მისაუბრა იაროსლავლის ოლქში საწვავის ობიექტებზე და ტულას ოლქში მდებარე აზოტის ქიმიურ ქარხნებზე მიტანილ დარტყმებზე. 16 ივნისს დრონები კვლავ დაფრინავდნენ მოსკოვის თავზე. ერთ-ერთმა მათგანმა დააზიანა კაპუტნიას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ობიექტები. იმავე დღეს დრონის ნამსხვრევებმა გამოიწვია ხანძარი კრასნოდარის მხარის სოფელ პოლტკოვსკაიაში მდებარე საწვავის საცავში. ბალანსისთვის უნდა აღინიშნოს, რომ იმავე პერიოდში უკრაინას 6200-ზე მეტი დრონი და 250-ზე მეტი რაკეტა ესროლეს, რაც დღეში საშუალოდ დაახლოებით 250 დრონს და 10 რაკეტას უდრის. და არ უნდა დაგვეუწყდეს, რომ ფონად იკვეთება აშშ-ირანის ურთიერთობების შესაძლო დათბობის პერსპექტივა, რაც კრემლისთვის ძალიან ცუდი ამბავია. ამასობაში ევროკავშირი წინ მიიწევს თავისი 21 სანქციების პაკეტით და გააფართოვა სანქციების სია, რომელშიც შევიდნენ ახალი ფიზიკური და იურიდიული პირები. შემდეგი პაკეტი კვლავ ძირითადად ფოკუსირებული იქნება ბანკებზე, კრიპტოვალუტებსა და ენერგეტიკაზე. ომი, რომელიც ყოველ 6 თვეში ახალსახეს იძენს, გრძელდება და როგორც ჩანს, დასასრული არ უწერია. თუმცა რუსეთს დარტყმების კიდევ დიდი და უფრო მასშტაბური სერია ელის. გმადლობთ, რომ ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. გამოიწერეთ არხი, მოგვიწონეთ ვიდეო, აწერეთ რაიმე კომენტარებში, ასევე გამოიწერეთ ჩვენი Telegram არხი, სადაც უფრო დეტალურად გაიგებთ ყოველ დარტყმაზე ლაივ რეჟიმში. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.